ჯობა მე ვარ გიგი და ეს არის ჩემი სამშენებლო ბლოგი. დღეს იქნება გადაცემა ცუდ ხელოსნებზე, ასევე კარგებზეც, მაგრამ ძირითადად მაინც ცუდზე. როგორ და რა უნდა გავითვალისწინოთ მათთან კომუნიკაციის დროს, რო არ დაუშვათ ძალიან დიდი შეცდომები. უყურე ამ ვიდეოს ბოლომდე, ეს რჩევები შენ დაგეხმარება, რომ გქონდეს წინასწარ განსაზღვრული, რა პრობლემებს შეიძლება უბრალოდ დაეჯახო. ხო და ადრე იყო ესეთი გამოთქმა. სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებოდით ამ სტატუსს. ჩემი პონა იოლია, შეყვარება მარტივია, დავიწყება შეუძლებელი. ზუსტად იგივე შეიძლება დაგემართოთ ხელოსანთან. მათი პონა არის ძალიან იოლი, მათთან კომუნიკაცია შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, ხოლო მათი შედეგები, რაც გააკეთეს, შეიძლება იყოს დაუვიწყარი. თუმცა ეს ეხება ცუდ ხელოსანს ამ შემთხვევაში და არა კარგს. მაგრამ მეორე ვარიანტიც არსებობს, რომ შეიძლება ნამდვილად კარგი ხელოსანი შეგხვდეთ და ეს ყველაფერი იდენტური იყოს. აქედან გამომდინარე, რომ არ დაუშვათ ესეთი შეცდომები და ესეთი ტრაგიკული დასასრული არ გქონდეს, უნდა მიიღოთ ის რჩევები, რაც იქნება ამ ვიდეოში. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა. როცა ადამიანს უსმენთ და იგი იწყებს ტექსტს, როცა მე 20 წლიანი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში და აი შემიძლია ეს მაქსიმალურად გავაკეთო ბიუჯეტურ ფასად და თქვენ ამაზე პრობლემა არ გექნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იდეაში თქვენ შეიძლება 20 წელიწადი ერთი და იგივე შეცდომით აკეთებდეთ ერთი და იგივე რაღაცას და საერთოდ არ იყოს ეს ჩემთვის რაიმის მომცემი. რა თქმა უნდა, რომ პირველ რიგში, როცა ხელოსანი მოდის ჩვენთან, ან ხელოსანს უკავშირდებით, პირველი რაც ვკითხულობთ, რეკომენდაციებს და ასევე ამ შემთხვევაში მის ნამუშევრებს. თუ მისი ნამუშევრები არ გაქვთ ნანახი და მას არ ყავს ადამიანი, რომელიც რეკომენდაციას გაუწევს, ეს შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში იმის ნიშანი, რომ ამ ხელოსანს არ აქვს კარგი, ესე ვთქვათ, წარსული. შეიძლება ცუდად ჟღერდეს წარსულზე, თუმცა რეალურად მისი გამოცდილება თუნდაც 20 წლიანი არ იყოს იდეალური, ან საერთოდ არ შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც თქვენ გჭირდებათ. ამიტომ პირველი შეცდომა ის არის, როცა თქვენ მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკას ენდობით და სიტყვებს, როცა 20 წელს ახსენებს და ეხა ადამიანი 20 წელი ამ სფეროშია და თავის საქმე ეწოდინება, აბა როგორ არ ეწოდინება. არა, მეგობრებო, ხშირად არიან ამ სფეროშიც გამლელები და არიან ნამდვილი ხელოსნები. ამიტომ გამლელებს უბრალოდ რომ მოვა თქვენთან და რაღაცას წაიმუშავებს და რაღაცას გააკეთებს, მაგრამ არ იქნება ხარისხენი, ნამდვილად არ იქნება ის ადამიანი, რომელიც თქვენს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. ზუსტად აქედან გამომდინარე, გამლელებს არ უნდა ვენდოთ და ამ შემთხვევაში არ უნდა ენდოთ ვიღაცას ბრმად. ყოველთვის მოითხოვეთ ნამუშევრების სურათები, ან რეკომენდატორი, ან ის ადგილი, სადაც ახლა ამ ეტაპზე შეიძლება მუშაობდეს და თუ გექნებათ იმის საშუალება, რომ დაათვალიეროთ სად რას აკეთებს და როგორ აკეთებს, რომ შეამოწმოთ ხარისხი, რადგან თქვენთან უკვე დაწყებული საქმე, შემდეგ უკვე ანუ მარტივად რო ვთქვათ, რაღაც თანხის გადახდა მაინც მოგიწევთ, სულ რომ გააჩეროთ. და ტყუილი ხარჯი იქნება თქვენი მხრიდან გაწეული. მეორე. ფაზზე პირდაპირ დათანხმება, როცა ადამიანი გეუბნებათ, რომ აი სიტყვაზე ვთქვათ, პირობითად აი ლეს ვაღირს 20 ლარი და აი ესეთი სიტუაცია არის რა, ეხა ეგრე ღირს ფასი და 30 იყოს, 35 იყოს, ნებისმიერი თანხა და თქვენ ეგრევე ეთანხმებით, მაგრამ აქ რა ხდება ხოლმე? აქ არის манипуляტორული ძალიან კარგი ნიჭი, როცა თქვენ გეუბნებიან, რომ თუ არ გინდა მითხარი რა სხვა ობიექტი მელოდება. შეიძლება 50-50-ზე არ ნამდვილად ელოდებოდეს და ბევრი არის კარგი ხელოსანი, რომელსაც ელოდებიან და ელოდება თქვენ დასტურს. თუ თქვენთვის ეს მისაღები ფასი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, რომ თქვენ დათანხმდებით. თუმცა არაფერი არ უდგას წინ ერთი დღის აღებას და ერთი დღე არის სრულიად საკმარისი, რომ თქვენ გადაამოწმოთ ყველგან და ყველასთან ფასები. რეალურად ეს ამღდენი ღირს თუ არ ღირს. იმიტომ რომ თუ თქვენ არ გადაამოწმებთ ფასებს და მარტივად ვთქვათ დათანხმდებით, შემდეგ შეიძლება ბოლოში გაწმლებული დარჩით. ასევე, როცა ადამიანთან მიდიხართ შეთანხმებაზე, უნდა გაწეროთ სიტყვიერად ყველაფერი, არანაირი ზეპირ სიტყვიერი შეთანხმება. არანაირი, რადგან ყოველთვის იქნება პირობების ცვლილება ხელოსნების მხრიდან, ხელოსნების არა, გამლელი ხელოსნების მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ ამაზე ჩვენ არ შევთანხმებულ ვართ. ადამიანი, რომელიც თქვენთან მოდის სამუშაოდ და რომელსაც არ აქვს ინსტრუმენტი, ეს ნიშნავს, რომ იგი ზის 2-ზე ან 3 სკამზე.
მოდი რა პრინციპით ავხსნათ. 2-ზე ან 3 სკამზე ჯდომა ნიშნავს, რომ მას აქვს აღებული რამდენიმე ობიექტი. 3 სკამზე ერთი ადამიანი ვერ დაჯდება. ანუ წევს. 2 სკამზეც დიდი ხანი ვერ იჯდება, ჩამოვარდება. შეიძლება 4-ზეც იწვევს, 5-ზეც იწვევს. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს რამდენიმე ობიექტი აღებული, სადაც იგი მუშაობს და ყველასთან მარტივად რო ვთქვათ, უნდა რომ შეასრულოს რათა მეტი თანხა აიღოს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ზოგჯერ პირადი პრობლემებია, ზოგჯერ ამ შემთხვევაში იქ სხვა დამკვეთი აწვება, ზოგჯერ რაღაცა თქვენთან შეიძლება საერთოდ არ მოვიდეს. ზუსტად აი ამიტომ გეუბნებით, რომ შეთანხმების პირობები უნდა იყოს დეტალურად გაწერილი, რომ თუ თქვენ თანხმდებით, რომ სიტყვაზე ვთქვათ 80 კვადრატი არის გასალესი და ამას დაჭირდება 1 თვე, ბადაგადაცილება მაქსიმუმი 1 კვირა, აი ესაა დათქმული დრო. თუ იმ შემთხვევაში გადაცდა ეს 1 კვირასაც ყოველთვის არსებობს რაღაცა შეთანხმების დონე. ეტყვით, რომ ამ შემთხვევაში თქვენ თანხას მოაკლდება 20%. რეალურად არავინ არ დაგთანხმდებათ მაგაზე, იმიტომ რომ დაიწყებენ, რომ იქნებ ცუდი ამინდი იყოს და იქნებ რაღაცა. თუ თქვენ შიდა პერიმეტრს აკეთებთ და არა გარე პერიმეტრს და ამინდი არაფერ შუაში არაა და უბრალოდ ხელოსანია ცდენს, რა თქმა უნდა, რომ ამ შემთხვევაში თქვენ არ უნდა აგოთ პასუხი მის დაუდევრობაზე და უყურადღებობაზე. ამიტომაც გეუბნებით, რასაც შეთანხმდებით და პირველ რიგში ეს უნდა იყოს ნაწილობრივ დროის შეთანხმებაც, უნდა შეთანხმდეთ, ძალიან მარტივად რო ავიღოთ, თვე და 20 დღეზე, თვე და 15 დღეზე, რომ აი ამას არ გაცდება, აი ამისი ჩაბარება. თუ გაცდება, ამ შემთხვევაში მისი სარგებელიდან, ესე ვთქვათ, სარგოდან გამოაკლდება, რადგან თქვენი დროც ფული ღირს ამ შემთხვევაში და თქვენ არავინ არაფერში არ გიხდით ჰაერში კეთებისთვის საქმის. მარტივად რო ვთქვათ ასევე, უნდა შეათანხმოთ რა სახარჯო მასალა არის ყოველთვის მომხმარებლის ანუ ეგრეთ წოდებული დამკვეთის შესაძენი. სახარჯო მასალაში რაც შედის, კი ხვდებით, ესაა ქვიშა, ცემენტი, ნებისმიერ ის მასალა, რაც თქვენ სახლს მოხმარდება, მაგრამ ინსტრუმენტები, როგორიც არის სიტყვაზე ვთქვათ, ბალგარკა და თვითონ თუ არა აქვს, აი პირობითად ავიღოთ. თქვენ არ ხართ ვალდებული ვინმეს ბალგარკა უყიდოთ, მაგრამ ბალგარკის ქვა, რომელიც ზედ არის და რომელიც თქვენთან მშენებლობაზე გამოიყენება, ეს არის ცვეთადი ნაწილი ამ შემთხვევაში, ცვეთადი ნაწილს გულისხმობ სახმარი მასალა და რეალურად ეს თქვენი საყიდელი არის. მაგრამ თუ მას არა აქვს სიტყვაზე ვთქვათ, თარაზო, თქვენი საყიდელი არ არის. ხელოსანს უნდა გქონდეს თარაზო. ეს არის ძალიან მარტივი 2+2, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად მიხვდეთ, ეს ადამიანი არის ხელოსანი, თუ ეს ადამიანი არის უბრალოდ გამვლელი, რომელიც ამ შემთხვევაში უბრალოდ ცდილობს, რომ თქვენს ხარჯზე დაიწყოს ხელობის პირველი ეტაპი და რაღაცა თუ გაუვა, რაღაცა თანხა გააკეთოს და მეტი არაფერი. შემდეგი ამ შემთხვევაში ვფიქრობთ ხშირად, რომ ხელოსნები არიან პროფესიონალები დიზაინის, ინტერიერის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, ხელოსნები არიან პრაქტიკულად მოაზროვნე ადამიანები, თუმცა ხშირ შემთხვევაში დიზაინთან და ინტერიერთან და რჩევებთან დაკავშირებით პრაქტიკულიდან გიპასუხებენ და არა თქვენი გემოვნების მიხედვით. ეს არის ის მომენტი, სადაც თქვენ უნდა ჩაგერთოთ კრიტიკული აზროვნება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ესე მოგწონთ და ესე უნდა გაკეთოთ. ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ ხელოსანთან ის შეძლებს თუ არა ის ამის გაკეთებას. ხშირად არის ხოლმე სიტუაციები ესეთი, რომ ადამიანი იღებს პასუხისგებლობას ისეთ რაღაცაზე, რასაც ვერ გააკეთებს, თუმცა აქვს იმის იმედი, რომ ბოლოს გეტყვით, რომ ესე არ გამოდიოდა და ესე გავაკეთე. არა მეგობრებო, თქვენ რო არ დარჩეთ ბოლოს გაწმილებული, ზუსტად უნდა დააზუსტოთ, შეძლებს თუ არა ის ადამიანი ამ ყველაფრის გაკეთებას და თუ ვერ შეძლებს ამ შემთხვევაში მასთან ერთად უნდა დასხდეთ და გაიაროთ ეს საკითხი, რომ შენ მაშინ ამას გააკეთებ და სხვა ხელოსანს მოვიყვან ამის გასაკეთებლად. აი ეს დეტალები, რაც მე ახლა ჩამოთვალე, უნდა იყოს ყოველთვის გათვალისწინებული. ასევე მინდა ფინანსურ საკითხს შევეხო. მარტივად რო ავიღოთ, თქვენ სანამ თვის ბოლოს არ დახურავთ, თქვენ ხელფას არავინ არ გიხდით. აი, თქვათ, რომ 400 კვადრატი მაქვს სახლი გასალესი და მოვიდა ხელოსანი, შეხედა, ყველაფერი კარგათაა, შევთანხმდით თანხაზე და მეუბნება, რომ ჭირდება 2 თვე და ამ ყველაფერში დაჭირდება 8000 ლარი. პირობითი თანხა ავიღოთ. მე ვეუბნები ამ შემთხვევაში, გადახდა როგორ ხდება? ანუ თუ ადამიანი მეუბნება, რომ ეხლა ავანსის სახით მომეცი 1000 ლარი, რომ მე სამსახურში ვიარო და პრობლემა არ იყოს,
მე ეგრევე წყვეტ მასთან ურთიერთობას იმის საფუძველზე, რომ ნებისმიერი კარგი ხელოსანი არის ტოპ მენეჯერის თუ არა საშუალო რგოლის მენეჯერის მქონე ხელფასის პატრონი, ეს არის 5000 ლარიდან მაღლა, თუნდაც იყოს 3000 ლარიდან მაღლა და ადამიანი, რომელიც გამოიმუშავებს საკმარისად კარგ თანხას თავისი შრომით, არ უნდა იყოს ავანსზე დამოკიდებული პირდაპირ გეტყვით და არ უნდა იყოს იმ მიზეზებზე, რომ აი სამსახურში ვიარო. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი წითელი მარტივად რო ვთქვათ დროშა, red flag-ი, ინგლისური სლენგი რო გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ყველა უფრო მარტივად ხვდება მაგაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს თუ არ აქვს სამსახურში სასიარულო თანხა, ეს ნიშნავს, რომ ან ადამიანი ამ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებლიანი და არ აქვს ფულის ეგრეთ წოდებული განკარგვის უნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ ეხლა რო 1000 ლარი მივცე, ერთ კვირაში კიდე მოვა და იმ 1000 ლარის საქმეც არ იქნება შეიძლება გაკეთებული და კიდე თანხა მთხოვოს და როგორ ხდება ხშირ შემთხვევაში. თუ წინასწარ მისცემთ ავანსს და იგი მოვა დაიწყებს, რა თქმა უნდა, ცოტა ხანში კიდე მოვა და კიდე გთხოვთ. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არ მიატოვოს და თქვენ იმაზე მეტი გაქვთ გადახდილი, რაც უკვე გააკეთა, თქვენ манипуляციის მსხვერპლი ხართ ისევ და თქვენ ისევ აძლევთ თანხას. ზუსტად აი ამას გეუბნებით, რომ უნდა შეთანხმდეთ. მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, 8000 ლარი მითხარი, ხო? თვის ბოლოს თუ სახლის ნახევარი იქნება გალესილი, მიიღებ 4000 ლარს. ანუ ის ეკვივალენტი, რაც აქვს გაკეთებული. ან ამ შემთხვევაში კვადრატული რა თანხაც ჟდება, რამდენი კვადრატის იქნება, ავთვლით, დავთვლით, რამდენიც გალესე და შესაბამისად იმისა გადაგიხდი ზუსტად იმ თანხის ოდენობას. თუ ესე გააკეთებთ, მეგობრებო, პირველ რიგში თქვენი არც ერთი ვადა და დრო ამ შემთხვევაში არ დაირღვევა და მეორე თქვენი საქმე ძალიან მალე გაკეთდება, რადგან ყველა ადამიანს სურს, რომ თავის სარგებელი უფრო მალე აიღოს. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ამ შემთხვევაში თუ გადაამოწმეთ მისი ნამუშევრები, თუ შეთანხმდით ყველა პირობაზე და გადახდის პირობებზეც, თქვენ არ დარჩებით გაწმილებული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ესეთი ამოუხსნელი ფენომენი, როცა ახლობლები, რომლებიც მათ ეღუპებიან, არ თავდებიან ოჯახის წევრებიდან დაწყებული. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ იმდენად არის ამ შემთხვევაში ეს პრაქტიკა დანერგილი და გავრცელებული, რომ ხალხი ამით არის შეწუხებული და არავის არ ჯერა. თუნდაც მე, ჩემი ხელოსნებით გადამკიდე, ბოლო ორ ადამიანს არ გულისხმობ, რომელიც ძალიან პატიოსნად მუშაობდნენ და კარგად შეასრულეს საქმე. ყველა რაღაცას იტყუებოდა და იმდენი ტყვილი მაქვს მოსმენილი, რომ უკვე გაოცების უნარიც კი აღარ დამრჩა, რა ფანტეზიის პატრონი იყო. თუმცა, აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ჯანსაღად ყოფ ხელოსანს, რომელსაც რეალურად შეიძლება პრობლემა ჰქონდეს და რეალურად შეიძლება რაღაცა მიზერის გამო გთხოვოთ, რომ აი დღეს ვერ მოვდივარ, თქვენ შეიძლება ეს არ დაიჭეროთ. პრობლემა რაში არის? სიტყვაზე ვთქვათ, ადამიანს და გარდაეცვალა რეალურად ვიღაცა, თქვენ გთხოვათ, რომ ავანსის სახით 500 ლარი მჭირდება და 3 დღე არ ვიქნებიო. იმის გამო, რომ ცუდი გამოცდილება მაქვს, შეიძლება ვიღაცას არ ვენდო, როცა მაქვს ამის საშუალება. ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში არის სრულად ადამიანური ფაქტორი და არ მიიღოთ როგორც გულისწყენა, გულისწყვეტა, არაფერი. პირდაპირ შეგიძლია თქვა, რომ გაქვს ცუდი გამოცდილება და ესე მოგატყუეს. რეალურად რაც სიმართლე ის თქვით. იმიტომ რომ ყველა იტყვის ზუსტად იგივეს, არა, მაგას როგორ მოვიტყუები, არა, მაგას მაგრამ დამიჯერეთ ისეთი რაღაცეები აქვს ჩემთან მოტყუებული თან რომ ჯეროდათ, რომ მეც მაჯერებდნენ თავის ჭკუაში. ეგ იყო ყველაზე სასაცილო ნაწილი. აი ზუსტად ესეთმა ადამიანებმა რეალურად გააფუჭეს, მარტივად რო ვთქვათ, ჯანსაღი ხელოსნების ბაზარი და რეალურად დარეგისტრირდნენ ამ სფეროში როგორც გამლელი ხელოსნები და როგორც აფერისტები. ახლა რაზე მინდა ხაზი გავუსვა. მე გუშინ წინ ვახსენე ჩემს სტორებში, ინსტაგრამზე, ჯგუფი რემონტი, სადაც ამ შემთხვევაში ძალიან ბევრ კარგ რაღაცას ნახავთ, იმ კუთხით, რომ ხშირად ჩუქდება ისეთი ნივთები, ისეთი რაღაცეები, რაც ადამიანებს სჭირდებათ. როგორიც არის იმ დღეს ბლოკი ჩუქდებოდა, მერე თეთრი აგური ჩუქდებოდა, შემდეგ უკვე ცემენტი ჩუქდებოდა, შემდეგ შპაკლი ჩუქდებოდა. ხშირად არ იდება, მაგრამ როცა იდება, ამისი შანსი, რომ თქვენ მიიღოთ,
გააქვთ რეალურად უბრალოდ უნდა მიხვიდეთ და წამოიღოთ. ზუსტად ამიტომ გითხარით რომ გაწევრიანდით ამ ჯგუფში, მაგრამ მანდ არის ხოლმე მეორე უკიდურესობა. ადამიანები შედიან ამ ჯგუფში და ნახულობენ რომ იქ ძალიან ბევრი რჩევები იწერება და ხელოსნები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეგობრებო, პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ამ ჯგუფში თქვენ შეგიძლია როგორც კარგი ასევე ცუდი ხელოსანი იპოვოთ ძალიან მარტივად და აი ზუსტად ცუდი პრაქტიკიდან რო თავი აერიდოთ, პოსტები ძალიან კარგად უნდა წაიკითხოთ და უნდა გაანალიზოთ რომელია ცუდი და რომელია კარგი. პლუს ამას არსებობს კიდე მეორე ჯგუფი ხელოსნების შავი სია, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნებისმიერ ხელოსანი, ვინც თქვენთან ახლა მუშაობს, გადაამოწმოთ იქ მასზე არსებობს თუ არა რაიმე ჩანაწერი. რადგან ადამიანები, რომლებიც არიან გამწარებულები, რომლებიც გადააგდეს, რომლებიც ამ შემთხვევაში საერთოდ გაქრნენ როგორც ხელოსნები, აყიდინეს ადამიანებს ინსტრუმენტები, ფული გამოართვეს წინასწარ, ზუსტად ესეთი ადამიანები არიან იქ მოგროვილი როგორც შავი სიის ხელოსნები და თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ რეალურად ხართ თუ არა ამ შავ სიასთან რამე შეხებაში. ეს ორი ჯგუფი თქვენ დაგეხმარებათ, მიიღოთ უფასო სარგებელი, როგორც მატერიალური ამ შემთხვევაში, მარტივად რო ვთქვათ, რაიმე პროდუქციის ან ნივთის, რომელიც თქვენ შეიძლება გჭირდებოდეს, ასევე ფინანსური იმ კუთხით, რომ შეიძლება უფრო შეღავათიანად ნახოთ რაღაცა, ან მარტივად რო ვთქვათ, რჩევითი სახით და რჩევებზე შეგიძლიათ მეც მომწეროთ, არ მოგერიდოთ. ზუსტად ამისთვის ამ ვიდეოს დაბლა YouTube-ზე მიუთითებ ამ შემთხვევაში ორივე ჯგუფის ლინკს, სადაც შეგიძლიათ რომ უბრალოდ გაწევრიანდეთ და ნახოთ ეს ყველაფერი. ასევე მინდა ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ ემიგრაციიდან მწერს ხალხი, რომ აი ეს რა ჯდება, ის რა ჯდება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ რიგში ბოდიში მინდა გითხრათ, თუ ეგრევე მალე ვერ გპასუხობთ და ამაზე ნუ გამიბრაზდებით, იმიტომ რომ მეც მაქვს ჩემი ცხოვრება, ჩემი სახლს ვაშენებ, ბანკის ვალდებულება მაქვს, ყოველთვის 1800 ლარს ვიხდი, ამისთვის მუშაობ რო გადავიხადო და შეიძლება ეგრევე პასუხი ვერ გაქცეთ და ამიტომ ნუ გექნებათ ის მოლოდინი, რომ სულ ტელეფონზე ვარ ჩამოკიდებული და მხოლოდ ამ შემთხვევაში ამით ვიცხოვრობ, არანაირი სარგებელი არ მოაქვს ამ შემთხვევაში ჩემ ბლოგს, ჩემთვის ამ ეტაპზე ფინანსური, დანარჩენი ყველანაირი, იმიტომ რომ მე თვითონ მომწონს რასაც ვაკეთებ. მეორე ძალიან ხშირად მხდება ხოლმე, რომ ოჯახის წევრები თუ ლეს ვაღირს 20 ლარი გეუბნებიან 30, 35, 40, 45 ან ოჯახის წევრი თუ არა ხელოსანი. გთხოვთ ძალიან, ნუ დაგეზარებათ, მომწერეთ, ან თქვენ თვითონვე გადაამოწმეთ ფასები, იმიტომ რომ ის ფასები, რასაც თქვენ გეუბნებიან ხშირ შემთხვევაში, სადღაც 30-40% ფასნამატი არის ხოლმე. ყველას მარტივად რო ვთქვათ, ვერ გააკონტროლებთ და მათ კეთილსინდისიერებაზე ვერ აიღებთ პასუხისგებლობას და როცა მარტივად ვთქვათ, ხელოსანია, ან მაღაზია არის, ან რაღაცა არის, რა თქმა უნდა, რომ იგი მოგებაზე მუშაობს და შეიძლება რომ თქვენ ფასნამატი მეტი გითხრან, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ არ უნდა იყოთ ისე მარტივად манипуლადი და მორწყვადი, რომ ამ ფასს დაეთანხმოთ. არა, ივაჭრეთ. მარტივად რო ვთქვათ, ივაჭრეთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ფასი, რომელიც არ არის ფიქსირებული, ყოველთვის შეიძლება ამაზე ვაჭრობა და არსად არ წერია ის, რომ თქვენ ამ ფასს უნდა დაეთანხმოთ. ზუსტად ამიტომ მინდა გთხოვოთ ხოლმე, რომ თუ მომწერთ ამ შემთხვევაში, ნუ იჩქარებთ, დამელოდეთ, გიპასუხებთ, რელევანტურ და ადეკვატურ პასუხს გაგცემთ. თუ ამ შემთხვევაში ვინმე მყავს ნაცნობი და კარგი ხელოსანი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, რეკომენდაციასაც გაუწევთ, თუ გჭირდებათ ნახაზები, მყავს ტერმინატორი გოგოარი, მირანდა, აზონვითი ნახაზები, არქიტექტურა, გეოდეზია, საერთოდ ყველაფერს აკეთებს და ძალიან მისაღებ და კარგ ფასებში. ასევე მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა, რომ ხელოსნები და ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და თავიანთი სფერო უყვართ, არიან საერთოდ სხვა ტიპის ადამიანები და რაზე ეთყობა ეს მათ. მე მყავს გამომწერებში ძალიან ბევრი ინტერიერის დიზაინერი, დამპროექტებელი, არქიტექტორი, ძალიან ბევრი და ყველას ვადევნებ თვალს. აი საერთოდ ყველას ვადევნებ თვალს. რა თქმა უნდა, გამოწერილი არც ერთი არ მყავს და არც ვეუბნები ვის ვადევნებ. მაგრამ აი მარტივად რო ვთქვათ, მათი პროექტებიდან გამომდინარე, მათი დიზაინებიდან გამომდინარე, მომავალში თუ ამ შემთხვევაში მექნება ისეთი შეკვეთა, რომ მე მივაქციო ვიღაცის რემონტს ყურადღება, მე მათ ავიყვან როგორც პროექტის დიზაინერს ამ შემთხვევაში და ვითანამშრომლებ სიამოვნებით, იმიტომ რომ ადამიანს როცა ვხედავ, რომ შრომის უნარიანობა აქვს პიკის სიმაღლეზე და ის საქმე, რაც მას მოსწონს, აკეთებს იდეალურად, ჩემი
გვერდით, ანუ როგორც პარტნიორი იქნება იდეალური ამ შემთხვევაში და პლუს ამას მინდა ვთქვა, რომ მყავს ასევე რამდენიმე მეტლახის, რამდენიმე ღებვის და ერთ-ერთი აი ყველაზე ტოპ პერსონა ამ შემთხვევაში თუ არ ვწდები ზაზაქვია, ან ზურა, ან ზაზა, ან ზურა, არ მახსოვს ზუსტად სახელი, აქვს თავისი გვერდი, ჩემი გამომწერი არის ღებვის ხელოვნება აქვს ესეთი. თავის საქმე როგორც ხვდები, უზომოდ უყვარს და როცა შეხვალთ მის გვერდზე, ნახავთ უზომოდ დიდი რაოდენობის ესთეტიკას საღებავების კუთხით და რეალურად რო შეხვალთ, მიხვდებით რამდენად პროფესიონალია. პირველ რიგში ენთუზიაზმი, მეორე რიგში ამ შემთხვევაში თავის საქმის სიყვარული და მესამე რიგში ამ შემთხვევაში ხარისხი, რომელსაც აი ეგრევე შეატყობთ ვიდეოდანაც და აი მე რაც მომწონს ის არის, რომ ადამიანი რომელიც ამ გვერდს მართავს, თავის ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ, შემოქმედებას უღებს იმ ხარისხს, რა ხარისხითაც ამ შემთხვევაში იგი თვითონ მუშაობს. რომ ეს ხარისხი თქვენ განახოთ ეკრანზე და მომავალში, როცა თქვენ გექნებათ რაიმე შესაღები ობიექტი ან ნებისმიერი რაღაცა, თქვენ დაინტერესდეთ მის აი ძალიან კარგი პროდუქტის გაყიდვა არის და რეალურად თუ დაგჭირდებათ ეს ადამიანიც, მე მისი ნამუშევრები რაც მაქვს მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოს სახიდან მაქვს ნანახი, შემიძლია უბრალოდ გვერდი გაგიზიაროთ და ნამდვილად გადადით და ათვალიერეთ, ძალიან კარგად ღებავს ეს ადამიანი, მოკლედ რო ვთქვათ. მოკლედ, დღევანდელი დღეისთვის მგონი რომ საკმარისი რჩევები იყო, რომ ხელოსნების მხრიდან არ გავხდეთ მანიპულაციის მსხვერპლი და მინდა რომ რაღაცები დავამატო. ნებისმიერი შეზყიდვა, ნებისმიერი რაიმის შეძენა. თუ თქვენ არ გაქვთ დრო, დათვალეთ რომ 20%-ით მეტი უნდა გადაიხადოთ. და რატო ამასაც აგიხსნით? თუ ღირს 10 ლარი და თქვენ ავალებთ რომ ხელოსანმა იყიდოს, ჩათვალეთ რომ 12 ლარი უნდა გადაიხადოთ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ეს ადამიანი თუნდაც წავიდა და იყიდა. მარტივად რო ვთქვათ რა, აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ. მაგრამ ეს არის ხელოსანი. ხოლო თუ გამლელი ხელოსანი არის, რომელიც არ არის რეალურად ხელოსანი და არის უბრალოდ აფერისტი, აფერისტი ცუდი გაგებით არ არსებობს, აფერისტი ნიშნავს შენზე ჭკვიანს, სიტყვით რო თარგმნოთ და მარტივად რო ვთქვათ, რას აკეთებს ის. თქვენ ნაცვლად მინდის და თუ ღირს 10 ლარი გახდევინებთ 15 ლარს, ანუ 50%-ით მეც გახდევინებთ. ზუსტად აი ეს უნდა გაითვალისწინოთ, როცა თქვენ ატყობთ ადამიანს, რომ იგი არის გამლელი და არა ხელოსანი, პირველ რიგში უნდა ჩაეხსნათ, მაგრამ თუ ვერ ეხსნებით ამ შემთხვევაში, ყველანაირი ცვეთადი მასალა, ნებისმიერი რაღაცა შეიძინეთ თქვენ, იმიტომ რომ ხარჯები გაგეზდებათ კოლოსალურად. ისეთი შედეგი იქნება, რომ გაგაოცებთ. ზუსტად აი ეს გაოცება რო არ დაგემართოთ, აი ამისთვის არის ყველაზე კარგი ვარიანტი, რომ თქვენ თვითონ წახვიდეთ ხოლმე, თქვენ თვითონ შეიძინოთ ის მასალა, რაც გჭირდებათ, მიუტანოთ და დაუდოთ. არანაირ პრობლემას ეს არ წარმოადგენს. მეგობრებო, დღეს მინდა რომ ამით დაგემშვიდობოთ, თუ რაიმე კითხვები გექნებათ, ძალიან გთხოვთ რომ კომენტარების სახით დაწერეთ, არ მოგერიდოთ მაქსიმალურად. მალე ვეცდები რომ ყველა კომენტარზე გიპასუხოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ 10,000 ადამიანს, რომელმაც Instagram-ზე გამომიწერა, 30,000 ადამიანს, რომელიც მყავს Facebook-ზე და 415 ადამიანს, რომელიც მყავს YouTube-ზე. გთხოვთ, გამოიწერეთ გვერდი, გაუზიარეთ ეს არხი მეგობრებს და ასევე ამ შემთხვევაში დატოვეთ ბევრი ლაიქი და კომენტარი, რომ უფრო დიდმა აუდიტორიამ გამიცნოს და შესაბამისად ყველას დავეხმაროთ ჩემი რჩევებით. თუნდაც ელემენტარული რჩევაც რომ არ იყოს, რაიმე საჭირო ინფორმაციით, რომელიც აი აქ დევს და მომავალში ამ ადამიანებმა ან შეცდომა არ დაუშვან, ან იმაზე ძვირი არ გადაიხადონ, რაც საჭირო არის ნებისმიერ საქმესა თუ ხელობაში. გთხოვთ, დამეკავშირდეთ თუ რაიმე დაგჭირდებათ ამ შემთხვევაში დახმარების კუთხით და ვეცდები რომ სულ გიპასუხოთ. დაგემშვიდობებით დღეს, აბა თქვენიც, წარმატებები.